მსგავსი არის დაცული ეროვნულ მუზეუმში და ცნობილია როგორც ბაგრატიონების გორდახმარი. ესე იგი, ამ ნამუშევარში წავიდა 180 გრამი ბაჯაღლო ოქრო. ვატერლოოს ბრძოლებში აქ ამ სამი ხმალს მონაწილეობა მიღებული. და აი გურიაში შემორჩა ესეთი საბრძოლო ტიპის, აი ფართე რომაულ მახვილს რომ მოგაგონებს, იგივე სათევარი. წარმოგიდგენთ მართლა აი უიშვიათ ეს ნაკეთობას, რომელიც არის დაკვეთით შესრულებული, შვეიცარიელი დამკვეთი იყო და სტილი არის გეორგ ელიარაშვილის ოქროს ზარნიში. ფოლადი ესკიზი გაკეთდა ჩემს მიერ. ეს დაკვეთა იყო, რომელიც მე მომცეს და აქ ჩავხდი აგრეთვე ზაქრონ უნიკაშვილი, რომელმაც აი ეს ფოლადი გამოჭედა გორში. და შემდეგ აქ იყო ზაქრო ჩამოსული ჩემი მოწვევით და აი ეს ერთობლივად გაკეთდა ეს ოქროთი მოჭედვა. და ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული. ესე იგი, ამ ნამუშევარში წავიდა 180 გრამი ბაჯაღლო ოქრო. ესე რომ ვთქვათ, 12,000 евро მარტო ოქროს მასალა ჩაჭდა. ამას მე ვერავის შემთხვევაში ჩემი სახსრებით ვერ დავაფინანსებ. დაკვეთა იყო და თვითონ დამკვეთის დახმარებით შევძელით ეს პროექტი გავხორციელებენ. ახლა დროებით ეს ნამუშევარი ჩემთანაა. უმოკლეს ხანში დაბრუნდება შვეიცარიაში, მან ეს მათხოვა გამოფენისთვის სჭირდებოდა და ესეთი უნიკალური, ამის მსგავსი არის ერმიტაჟში დაცული, ზუსტად აი ესეთივე ხარისხის ხასიათის ყვავილების, აქ არის მუხა და დაფნის ბოთოლი გაერთიანებული, ორივე ნაჯვარი არის, ესე რომ ვთქვათ. ჩემი დამღა და ზაქროს დამღა ორივესთან არის. მე არ ვარ ვალდებული მხოლოდ კოლეგის დამღა დავადო, რადგან ეს ჩემი პროექტია და ჩემი საავტოროა, თუმცა ყველა ნამუშევარზე ვადებ იმის დამღას, ვისთანაც ერთად ვიტანამშრომლებ. ირანული ტიპის მე-17 საუკუნის ირანული ტიპის ხმალი, ეგრეთ წოდებული შახის ხმალი, აი შახებს და დიდვეზირებს ესეთი ტიპის ხმლები ქონდა. ეს არ არის ასლი, თუმცა რამდენიმე ხმლის მიქსი არის გაკეთებული, ფოლადი არის ბულატი, დამასკო უпроსორად, მოზაიკური დამასკოს ერთ-ერთი ტიპი, ბოჭკოვანი დამასკო ქვია, რომელსაც ბულატისგან აბსოლუტურად ვერ გაარჩევ. აი თვითონ დიდი მცოდნე ექსპერტებიც კი ტყუდებიან და ბულატი გონიათ. ვიზუალში არ ჩანს ეს. ფოლადი გააკეთა აგრეთვე ჩემი დაკვეთით სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის პროფესორმა იურიმ, ჩემი თხოვნით. მოჭედილია ოქროთი. ესეთი ეს არის ნაკეთობა. ირანული ტიპიური კლასიკური ირანული ხმალი. ეს ირანული ხმლები წამოვიდა თემურლენგის დროდან, თვითონ აი ეს შამშირი, ეს ფორმა და დღემდე მოდის აი ეს ფორმა უცვლელი, როგორც იაპონური ხმალი არის, ცნობადი რომ ეს არის იაპონური კატანა, ისე არის ირანული ხმალი, რომ ეს არის ირანული შამშირი. კარგით. შემდეგი არის ქართული გორდა. მსგავსი არის დაცული ეროვნულ მუზეუმში და ცნობილია როგორც ბაგრატიონების გორდახმარი. რომელ ბაგრატიონს ეკუთვნოდა ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ამ ხმლის გაწმენდა ჩავატარე 2009 წელს ეროვნული მუზეუმის ფონდში და ისე მომეწონა, რომ ფოტოების მიხედვით გავაკეთე ესკიზი და ძალიან დიდი რაოდენობის ეს ორნამენტიკა გადმოვიღე იმ ხმლიდან, თუმცა გაუმჯობესებულია და ყველანაირად დახვეწილია. ჩიტოს ან ხმალს ვეძახი, ბევრი ფრინველები აქვს, შაშვები და ჩხიკვები, ყველა დეტალზე აბსოლუტურად და მცენარეული ორნამენტი. მასში არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 12 ლალის თვალი, რომელიც გაითალა ინდოეთში ჩემი დაკვეთით. ზუსტ ზომებში და ჩასმულია ეს ლალის თვალი. ამის ზარნიში მომეხმარა ჩემი კოლეგა თბილისში, გიორგი ნონიაშვილი, ძალიან ნიჭიერი ქართველი. მასზე არის ლექსი, სენდვიჩი დამასკოა,
რომელიც ასევე სანქტ-პეტერბურგში ჩემო მეგობარმა იურიმ გააკეთა ნახევარფაბრიკატი. და ლექსი არის ესეთი, კობა ჭუმბურიძის ლექსია. გორდა ხმალი ჩემი და არის ცისქვეშეთში არის განა, კოხტაურად სატორღვები ღვთისმკურთხეულ გვარისგან. ეს თვითონ ხმალი ამბობს თავის თავზე, რომ მეო ძალიან კარგი ვარო. ფოლადი არის ძალიან მართლა კარგი. მომღერალი ფოლადია და მეორე მხარეს აწერია მე ვარ რავი მუსაიფი კახტბატონის ირაკლისა. მაინც ერეკლეს მიუძღვე ეს ხმალი და ერეკლეს ბეჭედი აქვს ზედ და აქვს გორდას დამახასიათებელი გორდას წერტილებიანი ნიშანი. აქეთ ჩემი სახელი და იურის დამღა ქართულად ოღონდ. საკმაოდ ისეთი საბრძოლო ხმალია, ხელში რო გიჭირავთ, აი თვითონ წინ გამიძახიო რა გაეუბნება თვითონ ეს ნამუშევარი. შემდეგი თბილისური ხმალი, ესეც შვეიცარიელის ესე რომ ვთქვათ კლიენტის დაკვეთაა, ვინც აი ეს მეორე ხმალი დამიკვეთა, ჩოხისთვის დამიკვეთა და არის ჭამ პროექტში ჩავთე. თავიდან ბელგიელი გრავიორი უნდა ჩართულიყო, მაგრამ ყველანაირად ვეცადე რომ ქართველი ჩამერთო, ზაქრო ჩავთე ამ იმაში. თვითონ დამკვეთს უნდა ბელგიელი გრავიორის ჩართვა, მაგრამ მე დავაჯერე იგი რომ კარგი იქნებოდა რომ ზაქროსთან ერთად მემუშავა ამ პროექტზე და იგი ჩავთე. ეს ესკიზი არის გიორგ ელიაროვის სტილის მიხედვით გაკეთებული, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ წინაპრებს და უბრალოდ ამაზე კარგს ვერც ტრადიციულ სტილში როცა ადამიანი მუშაობს, ის კანონიკა და ის ზოგადად რაღაც საზღვრებია, აი აქედან აქამდე უნდა იყო, თუმცა შეიძლება ცოტა გაცდე, მაგრამ ნამუშევარი რომ კიჩად არ გადაიქცეს, ტრადიციული სტილში თუ მუშაობ, უნდა გავითვალისწინოთ ის იმდროინდელი მოდა და რა თქმა უნდა გავაუმჯობესოთ. ამ მიზნით გაკეთდა ეს ნამუშევარი. არის საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი, ძალიან საკმაოდ კი არა, ძალიან ძვირად ღირებული. და აი ეს თვითონ პირიც ბულატის ფოლადია, ესეც ზაქროს ისა მაქვს ნახევარფაბრიკატი გაკეთებული შემდეგ. ეს მომღერალი ის არის ფოლადი, ძალიან 100 ხმლიდან ერთი მღერის ესე, თითის დარტყმით. ეს მიუთითებს ფოლადის სისუფთავეზე. ბრიტვასავით არის გალესილი, აი ისეთია რომ მეშინია კიდევაც ამასთან ურთიერთობა. ბულატის ფოლადი ძალიან ლამაზი ბულატი აქვს. შუაში არის ჩანს ბულატი, აქეთ იქიდან სარკე არის გაპრიალებული, ზურგი, ჩემი დამღა და ზაქროს დამღა და მფლობელის სახელი. ვინც დამკვეთი არის. ეს დროებით არის შენთან, რადგან გამოფენა რომ მქონდა ჰოლანდიაში მქონდა 6 თვის მანძილზე მიდიოდა მუზეუმ მარკიზეხოვში ჩემი პერსონალური გამოფენა 6 თვის მანძილზე და ამ ქალაქში ფრიალებდა დიდი დროშა ჩემი გამოსახულებით. ძალიან დიდი პატივი გამდეს ჰოლანდიელებმა ეს პერსონალური გამოფენა და ის დამკვეთა რომ გაიგო რომ გამოფენა მქონდა. ჩადოეს თავისი ნაკეთობები, რომელიც მას გაუკეთე და მათხოვა, ესე იგი თვითონ გამომიგზავნა. მასე არის ლექსი, ასევე კობა ჭუმბურიძის დაწერილი ლექსი, ეს მინდა წაკითხოთ, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს ეგ ლექსი. თბილისის სიამაყე ვარ, ესე იგი ხმალი ლაპარაკობს თავის თავზე, ამ პოეტი ალაპარაკებს თვითონ ხმალს. თბილისის სიამაყე ვარ იარაღებში ქებული, გიორგის ხელში შობილი, ლაღიძის გაცოცხლებული. იწრო ღარებში დამიდის, სიგლიგი ჯავარდენისა, კლანჭი მაქვს ბასრის ადარი გორგასლის შავარდენისა. ჯავარდენი არის ისა, თვითონ ბულატის ფოლადი. მას ახლავს ასევე ძალიან იგივე სტილში გაკეთებული სატარებელი ქამარი, რომელიც არის კოლოსალური შრომაა მასში ჩადებული. აი ამ ნამუშევარში. ყველა ჩემ ნამუშევარში ძალიან ბევრი შრომაა ჩადებული, მაგრამ ამაში განსაკუთრებულად ბევრი. გურული სატევარი, რომელიც ჩემთან მოხდა რესტავრაციის დროს მსგავსი და ისე მაგრამ მომეწონა ძალიან კოლორიტული
ნამუშევარია ის ორიგინალი, რომელიც ჩემთან მოხდა, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით უნიკალური, იმიტომ რომ მთელ კავკასიაში ამ მე-19 საუკუნეში ეს ჩოხის ატრიბუტიკა ძალიან დაპატარავდა და გახდა არასაბრძოლო და აი გურიაში შემორჩა ესეთი საბრძოლო ტიპის, აი ფართე რომაულ მახვილს რომ მოგაგონებს იგივე სათევარი. წინა მხარე აბსოლუტურად გადავიღე იმ არსებული სატევრიდან არაფერი იქ დასამატებელი არ ქონდა, თუმცა ეს ბორჯღალოები დავამატე და უფრო ლამაზი აი დავითის ვარსკვლავი სხვა შორის თუ მეკითხებიან რატო აქვს დავითის ვარსკვლავიო, აქ ეს მაგიური ნიშანია. უკანა მხარე აქვს თანამედროვე, უკან ორიგინალს არაფერი არ ქონდა და ეს ახალი ესკიზია გაკეთებული, აქვს ორი წიწილი, ესე რომ ვთქვა, დანა და ეს ჩანგლის ვარიანტია, რომელიც ყოფაცხოვრების დანიშნულება, ესე სუფრაზე რო ხდებოდა ეს სატარებელი ნივთი არის, ყოველთვის თან ქონდა ეს დანა და ჩანგალი. პირი არის ძალიან ფართე და ძალიან მსუბუქი. თითქოს დიდი არის, მაგრამ ხელში რო გიჭირავს, ძალიან კარგი გაბალანსებული არის. ეს პირი ჩემი დაკვეთით და ჩემი ესკიზით თბილისში გავაკეთებინე ლევან ბუკიას, ჭედელს და მე იარაღეს. საკმაოდ კარგად შეასრულა. ზუსტად შეასრულა, რაც თხოვე. როგორი ესკიზიც იყო გაკეთებული ერთ-ერთში. შემდეგ აქ რო ჩამოდის, ყოველთვის ჭირდება მაინც ჩემი ხელის შევლება, გადაპრიალება და რაღაცა. ეს ამასაც აქვს ერთ-ერთ შოუზე, ერთ-ერთ გამოფენაზე პრიზი აღებული. Best of show. ახალი პროექტია, 2 წლის წინ დავასრულეთ. არის ჭოლაური, რომლის პირზეც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე. ზარნიში გამიკეთა, ჩემი დაკვეთით გააკეთა ზაქრონ ნონიკაშვილმა, საქართველოში გაუგზავნა ეს ხმალი და შეასრულა უმაღლეს დონეზე. ხმალი არის ქართული ორნამენტიკით, ელი არაშვილის სტილში. თუმცა არის რაღაც დაღესტნური ნიშნები, ეს კამეჩის ქაში არის ოქროს მავთულები ჩაჭედილი, ეს უფრო დაღესტანში იყო მოდაში. ესე რომ ვთქვათ. ეხლა მე წარმოგიდგინეთ ჩემი ცივი იარაღების, საავტორო იარაღების რაღაც ნაწილი, რომელიც ამჟამად აქ მაქვს. ძალიან ბევრი ესეთი იარაღები საქართველოში არის, აურაცხელი არა, მაგრამ დაახლოებით 20 კომპლექტი ხევსურული აბჯარი მაქვს თავის დროზე რეალიზირებული და გაყიდული, ზოგი დაკვეთით, ზოგი ჩემი და საქართველოში არის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ახლა ეს წარმოგიდგინეთ, ასე მოკლედ, რაც ამ წუთში ხელთ ჰქონდა. ეს არის ჩემი საყვარელი კუთხე. ჩემი დიდი ბაბუა, აზნაური პლატონ ლაღიძე და მისი ცოლისმა, აზნაური გრიგორ ოტიაშვილი. მე როგორც ჩემი ასეთი მოღვაწეობა ამ სფეროში დავიწყე ხევსურული აბჯრით, აქ არის ხევსურული ჯაჭვისპერანგი, ხევსურული ფარი, ხევსურული ხმალი, ხევსურული საფუხრეები, გუდამაყრული ჩაბალახი, ჯვრებით, ხევსურული სამკლაურები. ეს კუთხე ძალიან მაგრამ მიყვარს. აგრეთვე აქ არის ერთ-ერთი პროექტი, ვერცხლის ზარნიშიანი ჭოლაური, მგლის გამოსახულებით. ვერცხლის ზარნიშიანი. ესე იგი არის ნამუშევრები, რომელსაც ჩემი ორი ხელით ვაკეთებ თავიდან ბოლომდე. ეს ეხება უფრო აი მაგალითად აბჯრებს, რომელიც ახლა ამ წუთში აქ არა მაქვს, ეს სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული და მაგრამ ეს არის პროექტები, რომელშიც სხვადასხვა ოსტატებს თავ. ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც ერთობლივია, ირაკლისთან ერთად გაკეთდა, ირაკლი მეგრელიშვილთან. დანარჩენი პროექტები არის ჩემი საავტორო, მხოლოდ მასში მყავს ჩართული სხვადასხვა ოსტატები, უმეტესად ქართველები და აგრეთვე ევროპელები. და მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა არის, ეს ჩემთვისაც სასიხარულო და მათთვისაც, რადგან იმატებენ კვალიფიკაციას, შედის საქართველოში თანხები და ყოველ შემთხვევაში ემსახურება საქართველოს საერაგო კულტურის და საერაგო ხელოვნების წინ წასვლას და ესე რომ ვთქვათ, განვითარებას.
აი ეს მინდოდა მეთქვა ამ ნამუშევრებზე. ეს ჩემი სახელოსნოა. 3 წელია სახელოსნო მაქვს, ადრე დიდი სახელოსნო მქონდა. სადაც უფრო მეტ მოცულობრივ პროექტებზე მუშაობდი. ეს კუთხე არის საგრავიორო, აი საოქრომჭედლო კუთხე. საკმაოდ ისეთი კარგი ხარისხის ინსტრუმენტებით მაქვს. გერმანული მიკროსკოპი, ამერიკული პნევმატური იარაღი, ჩაკუჭი. თვითონ ეს კუთხე არის მართლაც აი მარა პროფესიონალური. ეს ოთახი არის საპრიალო, სალესი, ისეთი სამუშაოებს ვაკეთებ, რომელსაც მეტი მტვერი აქვს და სახელოსნო არის აბსოლუტურად ვენტილირებადი. აქვს ყველა დანადგარს აქვს თავისი ვენტილაცია და აგრეთვე არის დიდი გამწვევი. ძალიან ძლიერი ის აქვს გამწვევი, როდესაც ეს ირთვება, კარებს ვერ გააღებ ისეთი გაწვევა. დანადგარები პატარა სახელოსნოა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ დღესდღეობით ყოფნის ის ძიმე სამუშაოებს ადრე რო ვასრულებდი, აბჯრების ჭედვა და მსგავსებს, აქ ფიზიკურად შეუძლებელია, როდესაც ჭირდება, სხვაგან მივდივარ კოლეგასთან და მის სახელოსნოს ვიყენებ ხოლმე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, ესე რომ ვთქვათ, შემოსავლის წყარო, ძირითადი შემოსავლის წყარო არის ანტიკვარული რარიტეტების რესტავრაცია. ეს არის ხმლები, აბჯრები, იარაღები, აგრეთვე ლითონის ხელოვნების ნიმუშები, ჭაღები, სხვა სახის. აი ახლა ხედავთ ნაპოლეონის ეპოქის ხმლებს, რომელიც ჩემს მიერ არის რესტავრირებული, სამას ვერ დავარქვი, უბრალოდ გაწმენდილი და დაკონსერვებული. ეს ვატერლოოს ბრძოლებში აქვს ამ სამივე ხმალს მონაწილეობა მიღებული. შემდეგ დაკვეთებით, მაგალითად ახლა მაქვს ესეთი კარგი დაკვეთები, ეს კოლექციონერის არის კავკასიური ტიპის ხანჯალი ვერცხლის, რომელიც უკვე დავაკონსერვე, ესე რომ ვთქვათ, რაღაც პატარა რემონტი ჟირდებოდა. ესეც კავკასიური დაღესტნური ხანჯალი. რესტავრაცია ჩაუტარეთ. აგრეთვე ეს არის ინგლისური ხმალი ნაპოლეონის ეპოქის, რომელიც ჯერჯერობით სარესტავრაციო, აი ქარქაში აქვს ორად გატეხილი და ეს დასამაგრებელია. აი ეს ქარქაშის დეტალებია და ტყავი არის ორად გატეხილი და ეს ტყავი უნდა გადაებას. შემდეგ ფრანგული ხმალია, ესეც ნაპოლეონის ეპოქის ოფიცრის ხმალია, შტაბის ოფიცრის, ესე რომ ვთქვათ, ხმლებს ვეძახი ამას, საკმაოდ ძვირფასი ხმალია, მაგრამ აკლია ეს დეტალი, ზედა დეტალი, რომლის რეკონსტრუქცია უნდა გაკეთდეს და შემდეგ მოოქროვება, რომ მთლიანობაში დასრულდეს ეს სამუშაოები. დიდი მადლობა ბატონო ბოჩა, ესეთი ნამუშევრების ჩვენებისთვის, სტუმრობისთვის. როგორ შეიძლება ხალხი დაიკავშირდეთ, ვისაც თქვა სურვილი და კან რესტავრაციის ან შეკვეთის მიცემის? დიდი მადლობა თქვენ, რომ ესე ყურადღება გამოიჩინეთ ამ ჩემი შემოქმედების მიმართ, მართლა მადლობელი ვარ და არა, ეხლა კი ვიცოდი რომ აფასება იყო, მაგრამ ეს რაღაცნაირად სამყაროდ გამოჩენა ის არის, ჩემთვის მოულოდნელი იყო, მართლა გეუბნები, არ ველოდი, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ. ჩემთან დაკავშირება, რა ვიცი, ყველანაირად ძალიან ადვილია. მე ვებგვერდი მაქვს, გოჩა ლაღიძე რო აკრიფო ინტერნეტში, ეგრევე გამოდიან ჩემზე, ასევე Facebook-ის გვერდი მაქვს, საკმაოდ აქტიური ვარ Facebook-ზე, LinkedIn-ზე, Instagram-ზე, მაგრამ ძირითადად Facebook-ი რაღაც უფრო ვიცი როგორ მოძრაობა და მიკავშირდებიან Facebook-ით. ასევე არ არის ჩემი პოვნაცნელი, ესე რომ ვთქვათ. მივუთითებ მე აქ თქვენს ვებსაიტს, ლინკს და ხალხს შეუძლია ჩვეულებრივად გამოვიდეს და დაიკავშირდეთ. აბა დიდი მადლობა, კარგად გზანდებოდეთ. შემდეგ განიცადა მრავალი მოდიფიკაცია და ეს უკვე ნაპოლეონის დროს ჩამოყალიბებული ქვემეხი იყო. იაპონურ სტილში გაკეთებული ჩოქელა, რომელსაც ყველაფერი უმოძრავებს. აი ეს
ამის დამზადება დაახლოებით 1 კვირაზე მეტი არის საჭირო, მაგრამ მის პატინირებას თვე ნახევარზე მეტი ჭირდება.